ყველას მოგესალმებით, ეს არის MMA News-ი და მე ვარ აირონ ლაშა წამყვანი. აბუ-დაბიში ივენტი UFC, სადაც მოხდა სამი საინტერესო ბრძოლა. ეს არის ბრძოლა მძიმე წონაში, პავლოვიჩი, როზენსტრაიკი, ეს არის შარაბულეტ მაგომედოვი, რომელიც შეხვდა ვენუმ პეიჯს და ეს იყო მეინ ივენტი, სადაც ისრაელ ადესანია შეხვდა იმავოს. მოდით დავიწყოთ პირველით. ბრძოლა პავლოვიჩი, როზენსტრაიკი არ იყო სანახაობრივი, ძირითადად ორი განვითარება აქვს მძიმეების ბრძოლას, ეს არის ან ნოკაუტი პირველ წამებზე და წუთებზე, ან ეს არის მეორე ვარიანტი, თუ როგორც დასრულდა ბრძოლა როზენსტრაიკი პავლოვიჩი. საკმაოდ პასიურად მაყურებელი არ იყო კმაყოფილი ესეთი ბრძოლით. პავლოვიჩი პირველ წუთებზე რაუნდის აჩვენებდა მარცხენა, შემდეგ მარჯვენა ოვერჰენდი იყო ზუსტი, რის შემდეგაც გადაყავდა, მაგრამ დაფინიშებას ვერ შეძლო, რადგანაც როზენსტრაიკი კარგად იცავდა პარტერში თავს. სამივე რაუნდი გავდა ერთმანეთს და მსაჯებით გადაწყვეტილებით გაიმარჯვა პავლოვიჩმა და დაუბრუნდა სატიტულო გონკას. ჩემი აზრით, შემდეგი შეხვედრა იქნება რევან ალექსანდრ ვოლკოვთან. როგორც გახსოვთ, ჩემპიონი ამ წონაში არის ჯონ ჯონსი, რომელსაც აქვს ქამარი, ნომერ 1 რჩება ტომას პინალი. და დამიწერეთ კომენტარებში თქვენი აზრით, როგორ გადაწყვეტს და როგორი ბრძოლების გეგმას მოგცემს ჩვენ UFC. ჩვენ გვყავს პავლოვიჩი, ალექსანდრ ვოლკოვი, ტომას პინალი და ჯონ ჯონსი, რომელმაც ვერ გადაწყვიტა იჩხუბებს თუ არა. მე ესე ვიცი, რომ 30 მილიონი დოლარი მოითხოვა ბრძოლაში ასპინალთან. თქვენი აზრით იმსახურებს ესეთ თანხას და თუ იქნებოდა საინტერესო ესეთი ბრძოლა. გადავიდეთ მეორე ბრძოლაზე, რომელიც ჩემთვის იყო ძალიან საინტერესო. ორი არასტანდარტული სტრაიკერი შეხვდა ერთმანეთს. ეს არის შარაბულეტ მაგომედოვი, ნიკნეიმით მეკომბრე, რომელიც შეხვდა ვენუმ პეიჯს. ვენუმ პეიჯს აქვს კარატეს ბაზა, მუშაობს ძალიან არასტანდარტულად, აქვს ძალიან მაღალი სიჩქარე, უტყამს მაგრად მუხლით, ხელით, იდაყვით, ფინტაობს ძალიან ბევრს. რატომ წააგო შარაბულეტმა? ჩემი აზრით, არასწორი მიდგომა ამ ბრძოლისთვის, არასწორი გუნდის მომზადება და არასწორი გეგმა. შარაბულეტი აყვა ვენუმ პეიჯის თამაშს, იდგა, უნდა ყოფილიყო გამარჯვებისთვის უფრო აგრესიული, უნდა გაეკეთებია სერიული დარტყმები, უნდა გაეკეთებია პრესინგი და ამის ხარჯზე შეძლებდა გამარჯვებას, მაგრამ შარაბულეტი იდგა, ელოდებოდა, რაც აწყობდა ვენუმ პეიჯს. დროის კონტროლი მსაჯების გადაწყვეტილებით და სტატისტიკით უფრო მეტი ქონდა ვენუმ პეიჯსთან, საგრძნობლად მეტი, უფრო მეტი დარტყმები და უფრო ზუსტი იყო ვენუმ პეიჯი და უფრო ზუსტი ფეხების დარტყმით და მუხლის დარტყმით თავისთავად იყო ვენუმ პეიჯი. ამიტომ მსაჯების გადაწყვეტილებით პეიჯმა გაიმარჯვა ამ ბრძოლაში. შარაბულეტი დაბრუნდება ალბათ რამოდენიმე თვეში და იმედი მაქვს, რომ გადახედავს მომზადების გეგმას. არ შეიძლება ერთნაირი მომზადებით მიუდგე ყველა მოწინააღმდეგეს. ვფიქრობ, ეს არის დიდი შეცდომა და იმედი მაქვს, რომ ამაზე იმუშავებს შარაბულეტი. მთავარი ბრძოლა ისრაელ ადესანია შეხვდა იმავოს. თუ თქვენ გაქვთ ნანახი ჩემი პროგნოზი ამ ბრძოლაზე, მე ვთქვი, რომ იმავოვი არის ბევრად უფრო სწრაფი. როგორც ვიცი, მე ვნახე ინტერვიუ ალექსანდრ ვოლკანოვსკის, რომელიც ემზადებოდა ისრაელ ადესანიასთან ერთად და მან განაცხადა, რომ ისრაელი არის იდეალურ ფორმაში, ჩაატარა საუკეთესო სპარინგი, რაც უნახავს, არის უმაგრესი ფუნქციონალურად და არის ძალიან მოტივირებული, რომ დაბრუნდეს და გახდეს კვლავ ჩემპიონი. მართლაც კარგ ფორმაში იყო, იდეალურად იცავდა თავს, იყო უფრო ზუსტი და საჯების ფურცელზე პირველი რაუნდი მოიგო ისრაელ ადესანია, მაგრამ მეორე რაუნდში მოხდა ორი ფაქტორი. ეს იყო პირველი არასტანდარტული დარტყმა, აპერკოტი, რომელიც გაუშვა იმავოვმა და ამ აპერკოტმა მიაღწია თავის მიზანს და შემდეგ ეს იყო კარგი ჰუკი, უფრო ოვერჰენდი, რომელმაც გაუშვა ისრაელი ნოკდაუნში და მარცხენა ხელით იმავოვმა შეძლო და დაასრულა. ეს ბრძოლა დასრულდა ტექნიკური ნოკაუტით მეორე რაუნდში და იმავოვი ხდება პრეტენდენტი საჩემპიონო ქამარზე. თქვენი აზრით, როგორ განლაგდება შემდეგი ბრძოლები? ჩვენ გვყავს ჩიმაევი, ჩვენ ახალი დაგვემატა იმავოვი და ჩვენ გველოდება უახლოეს ბრძოლაში შერკინება სტრიკლენდი დუპლესი. თუ როგორ შეიძლება განვითარდეს ამ 4 მებრძოლის მომავალი? თქვენი აზრით და თქვენთვის როგორი განვითარება იქნებოდა საინტერესო? გამოიწერეთ აუცილებლად ჩემი YouTube, TikTok და Instagram არხი, რომ პირველებმა გაიგოთ სიახლეები MMA სამყაროდან. ასევე არ გამოტოვოთ Better Bivoli
უმაგრესი შეხვედრა კრივის წესით ჩვენ გველოდება შემდეგ კვირას და ჩემი პროგნოზი არის, რომ ბეტერბიევი მოიგებს საჯების გადაწყვეტილებით და აჯობებს 3-დან 4 რაუნდამდე.